ვისაუბრებთ რატომ გვიჭირს ასე ძალიან ქოლესტერინის დაკლება? არადა ვცდილობ, პრობლემა კი უზარმაზარია. ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი იღუპება მაღალი ქოლესტერინის გამო, რაც ბევრად მეტია ვიდრე თუნდაც ეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში. და კიდე სხვა ომებიც რო ავიღოთ, ანუ ყოველ წელს ბევრად უფრო მეტი ადამიანი იღუპება ქოლესტერინით ვიდრე ყველა ომით ერთად მთელ მსოფლიოში. პრობლემა უზარმაზარია და ადამიანების ნახევარი საერთოდ არ ცდილობს, რომ ქოლესტერინის მიხედოს და ვინც ცდილობს, იმათი მხოლოდ 20% ახერხებს, რომ მიაღწიოს სამიზნე რიცხვს ქოლესტერინისას. ეხლა ქოლესტერინი რა არის? მოკლედ თქვა თვითონ ცხიმი როგორც ცხიმი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომელიც ჯდება მემბრანებში. უჯრედებისთვის არის აუცილებელი, ჩვენი უჯრედებისთვის. აუცილებელი ასევე სასქესო ჰორმონების სინთეზისთვის, კაცის სასქესო ჰორმონი, ქალის სასქესო ჰორმონი ამებისთვის. და აუცილებელი D ვიტამინისთვის. კიდე სხვა პროცესებში მონაწილეობს. ანუ თავისთავად ქოლესტერინი არ არის ცუდი. ქოლესტერინი ეგრეთ წარმოიდგინეთ როგორც ტვირთი. ამ ტვირთს სჭირდება გადამტანი სისხლში, რადგან იცით რომ ცხიმი, ქოლესტერინი ცხიმია და ცხიმი წყალში არ იხსნება და გამოცდილებასაც ზეთ თუ ჩაღვით წყალში ნახავთ, რომ ესენი არ ერევა ერთმანეთს. ამიტომ იმისთვის რომ ეფექტურად მოხდეს ცხიმის გადატანა სისხლში, ამისთვის საჭიროა ცილები. ცილებს უკავშირდება ქოლესტერინი და ასე მოგზაურობს. რო წარმოიდგინოთ დაახლოებით ეგრეა, რომ სატვირთო მანქანა დაუდოთ ტვირთი. ეხლა რა შესაქმე? ეს ტვირთი თავისთავად არ არის დიდი პრობლემა, თუ არ არის ძალიან ბევრი და თუ ძალიან ბევრი მანქანით არ დადიხარ, თუ ძალიან ბევრი მანქანას დაატვირთავ, ამ ძალიან ბევრი ტვირთით, მაღალი ალბათობაა, რომ ამ მანქანას ავარიები მოვა გზაზე. და ეს არის სისხლძარღვები, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ცილასთან შეკავშირებული ეს ქოლესტერინი მიდის სისხლში და აქეთ-იქით ავარიები მოდის, იმიტომ რომ ბევრია. და ეს ავარია აისახება დრამატულად, ეს ჩაჯდება ქოლესტერინი სისხლძარღვში. მერე ამას აღიქვას ჩვენი ორგანიზმი, რა თქმა უნდა, მოვა იმუნური უჯრედები, მაკროფაგები. ეს მაკროფაგები იდეაში ცდილობენ რომ შეჭამონ ეს ქოლესტერინი, ზედმეტი ცხიმი, თვითონ შეჭამენ, მაგრამ იქვე მოკვდებიან ბრძოლის ველზე. და ესე იქნება ქოლესტერინის ფოლაკი. ქოლესტერინის ფოლაკი დროთა განმავლობაში იზრდება და ერთ დღესაც შეიძლება გასკდეს. თუ გასკდება ის ჩვენი ორგანიზმი ამას აღიქვას როგორც ტრავმად, როგორც სისხლდენად და ცდილობს სისხლდენა შეაჩეროს და დაჯდება ზედ თრომბი. და ისედაც შევიწროებულ სისხლძარღვზე, რატო? იმიტომ რომ ეს ქოლესტერინის ფოლაკი რო გროვდება, სისხლძარღვი იბიძნება, რა თქმა უნდა, ვიწროვდება. და ამას კიდე თრომბი რო დააჯდება, სულ ჩაიკეტება სისხლძარღვი და ბოლოს ამას ჩვენ ვხედავთ ინსულტად ან ინფარქტად. ეს არის ქოლესტერინის პრობლემა. ქოლესტერინის ფრაქციები იზომება. სხვა მაგალითად HDL ქოლესტერინი, LDL ქოლესტერინი, კარგი არის HDL, კარგი ბწყალებშია. ცუდი არის LDL, რადგან მაღალი ართეროგენობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს კარგი არ ჯდება მოკლედ სისხლძარღვებში, ცუდი ჯდება. ხო, აქ იყო ის დიდი ხნის განმავლობაში ის მოსაზრება, რომ კარგი ქოლესტერინი რაც უფრო მაღალია, მით კარგია და მე გააკეთეს ისე, რომ წამლებით შექმნეს სინთეზურად, რომ მაღალი ქოლესტერინი მომატებოდა ადამიანს, მაგრამ ეფექტი არ იყო კარგი, ანუ ინფარქტის რიცხვი არ შეამცირა, ამიტომ ეს კარგის დაძახება HDL ქოლესტერინისთვის საკამათოა, თუმცა სახელი შემორჩა. LDL არის ცუდი. ხო, და ახლა ApoB-ზეც გამოდის ხოლმე ხა ეს კვლევები, რომ ამ LDL ქოლესტერინში კიდე არის ApoB მოლეკულა, რომელიც არის კიდე უფრო ცუდი და მისი მატება არის ყველაზე დიდი პრობლემა სინამდვილეში. მიიჩნევა, რომ ეგ არის მთავარი აი ამ რისკების შეფასებისთვის. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ყოველდღიური ჩვენი გაჭირვებისთვის, რაც გულისხმობ, იმიტომ რომ თუ ადამიანი ხედავს, რომ ქოლესტერინა და მათ შორის LDL ქოლესტერინი არის მაღალი, მაგალითად 190 და მეტი LDL ქოლესტერინზე ლაპარაკი, ხო, იქ პრობლემა არის. თუმცა ეს ApoB იმას გვეუბნება, რომ შეიძლება LDL ქოლესტერინი ნორმაში იყოს და მაინც პრობლემა იყოს. ეგ კიდე ცალკე საზრუნავი თემაა, მაგრამ ახლა შენ თუ ხედავ, რომ ქოლესტერინი მაღალი გაქვს, იქ პრობლემა უკვე არის. ეხლა ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე კითხვა კიდევ, რამდენად საშიშია ჩემი ქოლესტერინი?
და როგორ უნდა ვუყურო რა ამ ამბებს. აი ერთი მთავარი ტესტი, რომელიც შეიძლება დაიმახსოვრა არის რომ თუ LDL ქოლესტერინი ან ცუდი ქოლესტერინი, LDL-ი, არა საერთო ქოლესტერინი, არამედ LDL-ი, თუ მაღალია 180-ზე, ეგ ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ეგ არის გენეტიკური, ამ გენეტიკური წინასწარ-განწყობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში თუ ანუ ადამიანი თუ არის 30 წლის მოკლედ და LDL-ი აქვს 190, ეგ ნიშნავს, რომ გენეტიკური წინასწარ-განწყობა აქვს მნიშვნელოვანი ქოლესტერინის და მნიშვნელოვანი ყურადღება საჭირო. თუ ახლა მთელი ცხოვრება კარგად ქონდა ქოლესტერინი ადამიანს და აღმოჩნდა 70 წლის ასაკში, ეგ არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ 190 30 წლის ასაკში და თუნდაც 200 LDL-ზე საუბარი ისევ 70 წლის ასაკში 30 წლის ასაკში უფრო საშიშია. 30 წლის ასაკში უფრო საშიშია, იმიტომ რომ ქოლესტერინი უნდა წარმოიდგინოთ როგორც რადიაცია, რაც მეტია და დიდი ხნის განმავლობაშია, მით უფრო საშიშია. ანუ დროს აქვს მნიშვნელობა, ექსპოზიციის დროს, რაც მეტი კონტაქტი გაქვს, მით უფრო საშიშია. ეხლა ადამიანს რო 70 წლის ასაკში აუწევს ქოლესტერინი, იმას 10 წლეულები ჭირდება სისხლძარღვები დააზიანოს. და თუ მთელი ეს პერიოდი ნორმაში ქონდა, ძალიან კარგადაა საქმე მოკლედ. მაგრამ თუ ადამიანს 30 წლის ასაკში ქოლესტერინი მაღალი აქვს და ყურადღებას არ მიაქცევს და ასე 10, 20, 30 წელი გავა, მისი სისხლძარღვები 60 წლისთვის უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებული იქნება უკვე. ამიტომ ჭირდება ქოლესტერინის მკურნალობა. ადამიანები ფიქრობენ რომ მოდი წამალი არ გვინდა, უმკურნალოდ წამლოთ. ეს მიდგომა რაღაც კუთხით სწორია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ახლა სულოდნავაა მომატებული და კვებით შეიძლება ხელი შეუწყო, რატომაც არა. მაგრამ საქმე იმაშია რომ ადამიანის უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. საკმარისი არ არის კვება. ბევრ შემთხვევაში. მეტიც საკმარისი არ არის წამალიც ბევრ შემთხვევაში. ამიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხოლმე რეკომენდირებული მიზანს და წამლის დანიშვნის დოზას შორის დიდი სხვაობა. ექიმები ხშირად ერიდებიან ხოლმე რომ არ დანიშნონ პრეპარატი მაღალი დოზით, რათა საფრთხეს შეუქმნან ორგანიზმს გვერდითი ეფექტები. არიდონ ნიშნავენ ხოლმე დაბალს და ეგ მნიშვნელოვანი პრობლემაა ხოლმე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომ შესაბამისი დოზით არ არის დანიშნული. მნიშვნელოვანი პრობლემა არის ხოლმე ისიც რომ თერაპიულ ინერციას ეძახიან, რომ დაიწყო ადამიანმა წამალი, სამ იღებს და მიდის ექიმთან, ცოტა დაკლებულია ეს ქოლესტერინი და ეუბნება ექიმი გააგრძელე, მაგრამ ხო ცოტა დაკლებულია, მაგრამ იმის იქით აღარ ჩამოდის, აღარ იკლებს. თერაპიული ინერცია, ანუ ექიმიერიდება, რომ მოუმატოს, როცა საჭირო ხდება. ესეთი კი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები რეგულარულად არ იღებენ ქოლესტერინის წამლებს და ეგ ხდება პრობლემა. ქოლესტერინის წამალი, სტატინებზე საუბარი, სტატინებია მთავარი პრეპარატები ქოლესტერინის. ატორვასტატინი, როზუვასტატინი, სიმვასტატინი, ლოვასტატინი, სტატინებია ეს ყველა. ატორვასტატინი და როზუვასტატინი არის ყველაზე მთავარი სტატინები მოკლედ. ყველაზე ეფექტურობას პლუს უსაფრთხოება, რო ვთქვათ, აი ეს ამთისა ყველაზე მაღლა აქვს. თუმცა მათზე უსაფრთხოებიც არსებობს, მაგრამ ეფექტურობა ნაკლები აქვს. ახლა რაშია საქმე? ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ მე თავს კარგად გრძნობ და მოდი ყოველ მესამე დღეს დავლევ ამ წამალს, ან წამალს გამოტოვებენ ხოლმე, ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არა. ეს სტატინები მოკლედ ღვიძლს ეუბნება, რომ ნაკლები ქოლესტერინი აწარმოე და ეგ არის მთელი მუღამი რა. და შენ თუ გამოტოვებ იმას, ხო, სტატინები ვერ მოქმედებს ეფექტურად და ქოლესტერინი ისე მოიმატებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვო. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რატომაც ქოლესტერინი არ რეგულირდება არის ხარული ნაჯერი ცხიმების მიღება. ნაჯერი ცხიმები არის კარაქი, ცხოველური ცხიმები, ყველი. ცხიმიანი ყველი განსაკუთრებით, რძის პროდუქტები ასევე ნაჯერი ცხიმები, ან ყველაფერი ცხოველური ცხიმი, ხორცის ცხიმი, ესენი ყველაფერი არის ნაჯერი ცხიმები. ნაჯერი ცხიმები რას აკეთებს ახლა ამ ღვიძლში? იმისთვის რომ ეს ცუდი ქოლესტერინი მოკლედ ღვიძლმა
გადაამუშავოთ და შეიკავშიროს საჭიროა რეცეპტორები რა, რომელთაც მიიღებს ამას და ამ რეცეპტორებს იკავებს. აი ეგ არის პრობლემა მოკლედ. შესაბამისად, ანუ ნაჯერი ცხიმები არის ცუდი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ასევე არაეფექტური თერაპიის ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, განსაკუთრებით აი LDL თუ არის 190-ზე მაღალი ახალგაზრდა ასაკში, უნდა იფიქრო ესა ოჯახური და ჭირდება პრეპარატები. ძალიან მაღალი ალბათობით. მეექვსე მნიშვნელოვანი მიზეზი არის გამოულენელი ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზი თუ აქ ადამიანს, ანუ ფარშების ჯირკვლის ფუნქცია თუ შემცირებული აქვს, ქოლესტერინი ადვილად არ იკლავს. დიაბეტი, ინსულინ რეზისტენტობა, მუცლის ცხიმი, ესენი არის დამატებითი კიდე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის დაკლებას. ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად ზოგიერთი სტეროიდი, ჰორმონული საშუალებები, იმუნოსუპრესანტები, პრეპარატებს შეუძლიათ იმოქმედონ ქოლესტერინზე უარყოფითად და ქოლესტერინი აწიონ. ზოგი ადამიანი სტატინის აუტანლობის გამო ვერ იღებს, შესაძლებელია ან ვისაც აქვს მაგალითად კუნთების ტკივილი სტატინების გამო, ან კუნთოვანი დაავადება, ან სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ახლა საკვებს რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოღონდ აქ უნდა ვიყოთ რეალისტები. თუ გაქვს LDL 200 და შენი მიზანი არის 70, ანუ აქ მოქმედებს პრინციპით, რომ რაც უფრო მეტი რისკი აქვს ადამიანს, მაგალითად ინფარქტი აქვს გადატანილი, ინსულტი აქვს გადატანილი, სიცოცხლისარღვევის შევიწროება აქ, ეს რაც უფრო მეტი რისკი აქვს ადამიანს, მოკლედ, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ქოლესტერინი, ანუ ქოლესტერინს უნდა დაუკლოთ და დაუკლოთ. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და აქ რო ვთქვათ, რომ მხოლოდ საკვებით ვერა. მაგალითად, თუ ნაჯერ ცხიმებს ჩაანაცვლებ, უჯერ ცხიმებით, ჯანსაღი ცხიმებით, მაგალითად ზეითუნის ზეთით, თხილეულით, თევზეულით, თუ ჩაანაცვლებ, დაახლოებით 5-დან 15%-ამდე დაიკლებს შენი ქოლესტერინის დონე. ეს ზოგჯერ საკმარისი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია. მცენარეულ სტეროლებს თუ მიიღებ, დღეში 2 გრამს, ეს დაახლოებით არის 10%-ით ქოლესტერინის შემცირება. ფსილიუმს თუ მიიღებ, დღეში 10 გრამს, დაახლოებით 10% შემცირება ქოლესტერინი დროთა განმავლობაში. თხილეულს თუ მიიღებ, დაახლოებით 30-45 გრამს დღის განმავლობაში, ესეც 8-10% დამცირებს ქოლესტერინს. და ზოგადად ცხოველური ცილის და ცხიმის ჩანაცვლება პარკოსნებით ან სოიოთი დაახლოებით 3-6% დამცირებს ქოლესტერინს. ანუ აქვს კი რეალური შედეგები აქვს ყების დარეგულირებას, მაგრამ ხშირად საკმარისი არ არის. ძალიან მარტივი რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტი შვრია, მეტი ლობიო, მეტი ოსპი, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი, თხილეული, ნუში, თესლი, მაგალითად ჩიის თესლი, სელის თესლი, თევზი და ნაკლებად დამუშავებული საკვები. შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღო კარაქი, ერბო, ცხიმიანი ყველი, ძეხვი და დამუშავებული ხორცი, ნაღები, ქოქოსის ზეთის ჭარბი გამოყენებაც არ არის კარგი, ტრანსცხიმები საერთოდ შაქრიანი სასმელები და ალკოჰოლი. ეს არის ცუდი ქოლესტერინის ესენი. ახლა რაც შეეხება კვერცხს აქვს ესეთი შუალედური ისა რა დამოკიდებულება, კვერცხი ზოგ ადამიანზე მოქმედებს ცუდად, ზოგ ადამიანზე საერთოდ არ მოქმედებს ქოლესტერინზე. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს. არიან ადამიანები, რომელთაც ქოლესტერინზე საერთოდ არ მოქმედებს კვერცხი, მაგრამ არიან ჰიპერრესპონდერები, რომელთა ორგანიზმიც LDL-ზე მოქმედებს კვერცხი, ამიტომ კარგი იდეა მოკლედ თუ კვერცხის რეგულარული მიღება დაიწყე, რომ ქოლესტერინის ანალიზი გაიკეთო და დინამიკაში დააკვირდე, მოქმედებს თუ არა შენს ქოლესტერინზე, LDL-ზე განსაკუთრებით. თუ არა და ნუ კვერცხის ცილა ჭამი, მაშინ ანუ ერთი კვერცხი შეიძლება დღეში ისედაც და დანარჩენი თუ მეტი ცილა გინდა, შეიძლება მეტი ცილა. ყოველდღიურ რაციონში შვრია ძალიან მნიშვნელოვანია, ხიდი, კენკრა მნიშვნელოვანია, დაფქული სელი, თესლი, ჩია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროების შემთხვევაში სილიუმი. უშაქრო იოგურტი და ეს ცხიმიანობა, რაც შეიძლება ნაკლები რო იყოს. ეგაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქოლესტერინის შევამციროთ. სადილი, თევზეული, ბოსტნეული, ნახევარი თეებში უნდა იყოს ბოსტნეული, პარკოსნები, ჭლეხორცი, კარგია ასევე და სრულმარცვლოვანი პროდუქტები, ზეითუნის ზეთი, როცა ზეთი გინდა, ეგ არის საუკეთესო. ნუ წახემსებისთვის ხილი ან თხილი, ეგ არის კარგი ვარიანტი, ბოსტნეული ან უშაქრო პროდუქტი.
ხო ნუ ვახშამი თევზიან პარკოსნები ისევ საუკეთესოა დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ნაკლებად დამუშავებული ხორცი ანუ ეს ძეხვეული სოსები ყველაზე ცუდია მოკლედ ხო ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა შეუძლია რომ შეამციროს ქოლესტერინის რაოდენობა მცირედ თქო ეხლა ძალიან დიდად არა მაგრამ მნიშვნელოვნად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და არაპირდაპირ მე ქოლესტერინზეც მოქმედებს მათ შორის გულის ფუნქციაზე სისხლძარღვების ფუნქციაზე სისხლის წნევაზე და ანუ იმდენად ბევრი დადებითი მხარე აქვს რომ მნიშვნელოვანია მოკლედ ფიზიკური აქტივობა ამაზე კამათი არ არის როდის შემოდის პრეპარატები როდის არის აუცილებელი პრეპარატი როცა უკვე ადამიანს აქვს გადატანილი ინფარქტი, ინსულტი, იშემიური ინსულტია საუბარი განსაკუთრებით პერიფერიული არტერიული დაავადება როცა აქვს, ან LDL ქოლესტერინის 190-ზე მეტია, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, დიაბეტი ან დამატებითი რისკ ფაქტორები თუ აქვს, თირკმლის ქრონიკული დაავადება თუ აქვს და მაღალი 10 წლიანი რისკი თუ აქვს, ანუ ქოლესტერინის ანალიზით დგინდება ხოლმე ის რისკი, მაღალი რისკია, საშუალო თუ დაბალი რისკია და მაგის მიხედვით პირველ რიგის პრეპარატები არის სტატინები, ან სტატინები ძალიან კარგად შედის როგორც წესი, ოღონდ რეგულარულად თუ მიიღებს ადამიანი ატორვასტატინი და როზუვასტატინი, მათ შეუძლიათ დაახლოებით 50%-მდე შეამციროს LDL ქოლესტერინი, ან 200 თუ აქ გახდეს 100, ან ძალიან კაი შედეგია. ხო, ტიპური დოზირება არის 10 და 20 მილიგრამიანი ატორვასტატინისთვის, შეიძლება 40 მილიგრამამდე, 80 მილიგრამამდე დოზის გაზრდა და როზუვასტატინი 5-დან 10 მილიგრამამდე. ეხლა ეს დოზა რა თქმა უნდა ექიმი უნდა შეარჩიოს სამიზნე ქოლესტერინიდან გამომდინარე და აქა ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ თუ ეს საკმარისი არ არის, ეზეტიმიბი არის ეგეთი ძალიან უსაფრთხო პრაქტიკული დამატებაა, რომელიც ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას ამცირებს. და ეგ მიიღება ხოლმე 10 მილიგრამი დღეში, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 18-დან 25%-მდე შეამციროს ქოლესტერინის დონე, ანუ ძალიან დიდი დახმარება რეალურად და სტატინებთან დამატებისა ძალიან ეფექტურია და თუ არ საკმარისი ეფექტი აქვს პრეპარატს განსაკუთრებით და ან მაღალი დოზებით თუ გიწევს სტატინების დანიშვნა და აუტანლობა აქვს, მაშინაა ძალიან კარგი. თუ ეგეც არა საკმარისი PCSK9 მონოკლონური ანტისხეულები ქვია ამებს, ეგენი ინიშნება ხოლმე, რომელსაც შეუძლია რომ LDL-ი შეამციროს ძალიან ეფექტურად, 50-60% შეამციროს და დიდი კვლევებით მოკლედ ძალიან ეფექტურია და იარაღად ეგეც გვაქვს, თუ თქვათ სტატინები არ გამოდის, საკმარისი არ არის, ეგეც შესაძლებელია. ასევე დამატებით სილიუმის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ის კვებითი რეკომენდაციები რაც გითხარით ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კვებით რეკომენდაციებს პირიქით დამატებით სილიუმის მიღება 5-5 გრამი, ოღონდ აუცილებლად წყალში და დალიოს ადამიანმა წყალში გახსნილი, ანუ არ შეიძლება სილიუმი შრალად ჩაიყაროს პირში, ეგეთი რაღაცა არ შეიძლება. მან იყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ სილიუმი ფუდება და გაფუდა იმასი შეიძლება სასუნთ გზები გადაკეტოს და დაახშტოს ადამიანი. ხო, ეგეთი შემთხვევები დაფიქსირებული არის, ამიტომ არასდროს არ ჩაიყაროს სილიუმი პირდაპირ შრალად. უნდა დალიო ეს ჭიქა წყალთან ერთად. ანუ გეგმა ესეთია, მოკლედ, თუ კი არ მუშაობს მხოლოდ საკვები, მერე ემატება სტატინები, ანუ სტატინები თუ არ მუშაობს, სტატინებს პლუს ეზეტიმიბი ემატება, ეს კომბინაცია ყველაზე ეფექტური, რასაც როგორც წესი ემორჩილება ხოლმე და ნუ ყველაზე ძლიერი და ყველაზე შედეგებით დადასტურებული არის PCSK9 ანტისხეულები, ეგ არის ყველაზე მაგარი. და თუ სტატინების აუტანლობა აქვს ადამიანს, ეზეტიმიბი მიიჩნევა მაშინ ამ შემთხვევაში ძალიან უსაფრთხო ჩამნაცვლებას. რაც შეეხება სტატინების აუტანლობას და უსაფრთხოებას, სტატინებს ზოგადად მაღალი უსაფრთხოება აქვს, თუმცა იყო იქ არის უბრალოდ ისინი რომ კუნთების ტკივილი, კუნთებთან დაკავშირებით ჩატარა ბევრი კვლევები, რა ძალიან დაბალი პროცენტი აქვს, რომ კუნთების ტკივილი გამოიწვიოს, ან ალცჰეიმერის დაავადებაზე იყოს საუბარი, და იმაზე, ანუ ტვინის არ მოქმედებს, დიდი კვლევები რომ ჩატარა, არ აქვს კავშირი არანაირ ტვინის დაავადებასთან, რაც შეეხება იმაზე კუნთებზე კი შესაძლებელია რომ კუნთების პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ მხოლოდ 11 შემთხვევა იყო ყოველ 1000 ადამიანზე რა და ეს ძალიან პატარა ის არის თან ანუ ის რო სერიოზული კუნთების მდგომარეობა გამოიწვიოს რამე დაავადება ეს კიდევ უფრო ძალიან იშვიათია. ამიტომ ეს სარგებელი რომელიც სტატინებს მოაქვს იმდენ დიდია რომ ის რისკი რომელიც შეიძლება კუნთებთან დაკავშირებით გამოიწვიოს მცირედით მიშა მცირედ და ამის გამო უარს არ ვამბობთ სტატინებზე. დანამატებიდან
ფსილიუმი არის ნამდვილად საუკეთესო, რასაც დადასტურებული ეფექტი აქვს. ბერბერინზეა კიდე საუბარი ასევე 500 მილიგრამი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. რაღაცა ეფექტი აქვს, მაგრამ არა ისეთი დიდი და არა ისეთი მაღალი, თუმცა ბერბერინს თავისი დიდი უპირატესობა აქვს, ასევე ამცირებს ინსულინ რეზისტენტობას და მაგითია მნიშვნელოვანი. ამიტომ მოკლედ ბერბერინიც კარგია, ფსილიუმიც კარგია დანამატებიდან. მცენარეული სტეროლები ასევე 2 გრამი დღეში რომ მიიღოს ადამიანმა, ან თუ რამეს ყიდულობთ ხოლმე განსაკუთრებით ცხიმებს, მცენარეული სტეროლებით არის კარგი, რადგან ამცირებს LDL-ს დაახლოებით 8-დან 12%-მდე. წითელი საფუარის ბრინჯი კიდე, ანუ წითელი საფუარის ბრინჯი მოქმედებს როგორც ლოვასტატინი, ანუ რეალურად სტატინია რა ეგეც. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ეს წითელი საფუარის ბრინჯი არის საკუთრივ დანამატი და დოზირებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხოლმე და ამიტომ ჯობია რომ ბარემ წამალი იყიდო მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაინც წამალია ეს რეალურად და ვიდრე ის რომ შეიძლება აერიოს ადამიანს და 60-ჯერ ნაკლები ან მეტი დოზი და შეიძლება იყოს საკუთრივ დანამატში, ამიტომ სიფრთხილე აქვს საჭირო. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებს. ასევე დავწერეთ წიგნი მაღალ წნევასთან დაკავშირებით, ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით და ვისაც გინდათ ამ წიგნის შეძენა, შეგიძლიათ დავტოვებ ლინკს აღწერაში, დავტოვებ ნულს და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოგწეროთ და გიპასუხებენ და წიგნი შეიძინოთ. ეს ჩემი წიგნი მაღალ წნევასთან დაკავშირებით. ეს ჩემი წიგნი მაღალ წნევასთან დაკავშირებით არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა წნევის მართვა ეფექტურად და წნევის მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იცით რომ გულის დაავადებები არის ნომერ 1 სიკვდილის მიზეზი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. და გულის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის მაღალი წნევა, რომელიც წლების განმავლობაში აქვს ადამიანს და ადამიანის უმეტესობა წნევას არასწორად მართავს. ამიტომ ყველა მთავარი საკითხი შევიყვანე ამ წიგნში, ანუ რეალურად ცხოვრების გადამწყვეტი წიგნია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს წნევა. ხო, ეხლა ერთი მოიწერო რატო არის დიდიო ეს წიგნიო და საქმე იმაშია, რომ მაქსიმალურად ვეცადე, რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩამეტია ცოტა მოკლედ, იმიტომ რომ ადამიანებს არ უყვარს კითხვა სამწუხაროდ. თორე რა უნდა, ანუ დავწერო იმას 500 გვერდს გავაშანშალებ, ძალიან ადვილია, ანუ ბევრის წერა ძალიან ადვილია, მოკლედ წერა არის ძალიან ძნელი. შესაბამისად პირიქით, ანუ ეს მინიმალისტურად ვეცადე, რომ მაქსიმალურად ყველაფერი რაც საჭირო იყო, ჩამეტია ამ წიგნში. ამიტომ ვისაც გაინტერესებს და სურვილი გაქვს, შეგიძლიათ მოგწეროთ და შეიძინოთ. ხო, ახლა კიდე ეს საკითხები იყო ხოლმე და მინდა შევეხო, რომ ისე რატო უფასოდ არ აკეთებ და რაღაცას ჯერს ერთი, ანუ უფასოდ ადამიანებისთვის ვაკეთებ ძალიან ბევრ რამეს, ან ყოველდღურად ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები და ეს ჩემი ვიდეოების, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარა უკვე და 2000-ზე მეტი ვიდეო მინდევს ქართულ YouTube-ზე და 2000-ზე მეტი ვიდეო ინგლისურ YouTube-ზე, კეთდება უფასოდ ეს ყველაფერი, 10 წელზე მეტი ამ ყველაფერს ვაკეთებ უფასოდ და ის კონკრეტული შრომა, ხო, რომელსაც ახლა წიგნის დააწერას ჭირდება ის კონკრეტული დრო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ანუ შრომას ჭირდება ანაზღაურება და ყველა ადამიანი აბსოლუტურად შრომობს ანაზღაურებით და ანუ ეს არ არის თავის სამართლებელი საკითხი, ნამდვილად უბრალოდ გულდასაწყვეტია, როცა ესეთ რაღაცებს გეუბნებიან ხოლმე რა, რომ ის რატო უფასოდ არ აკეთებ. ხო, უფასოდ თან განსაკუთრებით ისეთი ადამიანები მეუბნებიან ხოლმე ამას, რომ ალბათ უფასოდ არასდროს არავისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ და მე უფასოდ წლები ადამიანებს ვემსახურებით ძალიან დიდი ხანია. ხო, ასე რომ ეს წიგნი, რომელიც ცხოვრების შემცვლელი წიგნია რეალურად იმ ადამიანისთვის, ეს არის ნაჩუქარი რამდენიმე წელი. ან თუ გაითვალისწინებ წიგნში მოცემულ პრიორიტეტებს, ეს ნაჩუქარი რამდენიმე წელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მაღალი წნევა. ამიტომ იმაზე საუბარი რომ იცი რა წიგნის შეძენა და უფასოდ დაარიგე, ან ცოტა სასაცილოა და ჩემი აზრით ეგ ღირსების საკითხიცაა, რომ ესეთი საკითხი არ უნდა წამოწრას ადამიანმა. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.